ხუჭი შეკრულობის მიზეზი შეიძლება პარაზიტული ინვაზიაც იყოს, აი თუნდაც ასკარი და აი მე მაგალითად მქონდა ესეთი შემთხვევა 10 წლის წინ, როცა მოვიდა მშობელი, რომ მეუნება რომ ბავშვი თავისი კუჩი არ გადის უკვე 3 თვეა, მე თუ ოყნა არ გავუკეთე, რო გამოვკითხე ეჭვი წავიდა ასკარიდაზე და თვითონ როგორც მომიყვა რაღაც პერიოდის წინ ჩაატარა ფარმაკოლოგიური საშუალებებით ანტიპარაზიტული წმენდა და ისინი შიგნით ხოცავენ პარაზიტებს და ამიტომ არ მიყვარს მე როგორც ნუტრიციოლოგს ასეთი საშუალებები დავიწყეთ წმენდა ის ოყნებს აგრძელებდა მე ზემოდან ჩვენი ბუნებრივი საშუალებები თავიდან 2 წუთს წამოვიდა მე წარმოვიდა ნაწყვეტები და ბოლოს მთელი სიგდით ოღონდ მის ჩვეულ ფერში არა არამედ მუბეჟო მოყავის ფორმით შიგნით მიდიოდა უკვე მის ხრწნა ამიტომ ვამბობ ანტიპარაზიტული წმენდა კარგია ბუნებრივი საშუალებებით იმიტომ ისინი ცოცხლებ გარეთ გამოდიან და აი ესეთი პრობლემის წინაშე არასოდეს დავდგებით